გამარჯობა. მოკლედ დღეს უკვე მესამე გაკვეთილი გვაქვს და დღევანდელ გაკვეთილში განვიხილავთ საკმაოდ საინტერესო თემას. ძირითადად დღევანდელი გაკვეთილი იტრიალებს ბაგის ირგვლივ, ზოგადად რას ნიშნავს ბაგი დეფექტი. ასევე ვისაუბრებთ იმაზე, თუ რა განსხვავებაა bugs, failures და errors შორის და განვიხილავთ სხვადასხვა დეფექტის ტიპებს და ასევე bug life cycles. Bug life cycles-ზე მოგვიანებით კიდევ ვისაუბრებთ, თუმცა დღესაც განვიხილავთ ზოგადად რა სასიცოცხლო ციკლს გადის დეფექტი. ასევე ვისაუბრებთ პროექტსა და პროდუქტის განსხვავებაზე, რაც ბევრს ერევა ხოლმე. ძირითადად ინტერვიუს საკითხებში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა არის დეფექტი, ასევე განსხვავება bugs, errors და failures შორის და უკვე ამ გაკვეთილის შემდეგ კარგად გეცოდინებათ თითოეული მათგანი. კარგი, მოკლედ, კიდევ ერთხელ დღევანდელი დღის აჯენდა არის ესეთი. ზოგადად ვისაუბრებთ, რატომ აქვს software-ს ბაგი და რა იწვევს მას. ასევე განვიხილავთ ბაგის, errors და failures განსხვავებებს და რას ნიშნავს თითოეული მათგანი. ვისაუბრებთ პროექტზე და პროდუქტზე და ასევე დეფექტის კლასიფიკაცია გვექნება, ანუ რა ტიპის ბაგები არსებობს, ვისაუბრებთ ამაზე და ამავდროულად განვიხილავთ bug life cycles, ანუ ბაგის სასიცოცხლო გზას. რა გზას გადის ის აღმოჩენიდან აღმოფხვრამდე, ესე ვთქვათ. მოკლედ, იქამდე სანამ გადავალთ პირველ თემაზე, ერთ შეკითხვას დაგისვამთ, ზოგადად თქვენი აზრით, რატომ არ შეიძლება რომ დეველოპერმა დაწეროს იდეალური კოდი და რატომ არ შეიძლება რომ software-ს იყოს სრულიად bug free. ანუ არ ქონდეს არანაირი დეფექტი. პირველ რიგში იმიტომ, რომ ადამიანები ვართ, დეველოპერებიც ადამიანები არიან და ისინი წერენ კოდს. შესაბამისად, ძალიან მარტივია, რომ ელემენტარული ადამიანური რაღაც შეცდომა ან რაღაც მარტივი გამოგრჩეს კოდში და ამან გამოიწვევს უკვე შემდეგ ბაგის არსებობა. ჩვენი ტესტერების მოვალეობა და პასუხისმგებლობა კი არის ის, რომ ვიპოვოთ ეს ბაგები იქამდე, სანამ ის მომხმარებელთან, ანუ production-ში გავა. კარგით, მოკლედ. ეხლა ვისაუბროთ 6 ძირითად გამოუწვევ მიზეზზე, თუ რატომ შეიძლება რომ software-ს ქონდეს ბაგი. პირველი ეს არის human error, ანუ როგორც უკვე ვთქვით, ადამიანური შეცდომა არის ძალიან ლოგიკური და რა თქმა უნდა, გვესმის, რომ ნებისმიერმა ჩვენგანმა და ამ შემთხვევაში ნებისმიერმა დეველოპერმა შეიძლება ელემენტარულად რაღაც მინიმალური შეცდომა კოდში დაუშვას და მერე უკვე ამან გამოიწვიოს სისტემაში არსებული ბაგი. მაგალითად შეიძლება კოდში გაწეროს არასწორი ლოგიკა ან რაღაც ტაიპო შეცდომა ქონდეს და რაღაც ელემენტარული სიტყვა ან რაღაც გამორჩეს და ამანაც გამოიწვევს უკვე ბაგის არსებობა. მარტივად რო წარმოვიდგინოთ, მაგალითად, როდესაც კოდში დეველოპერი წერს სიტყვაზე ლოგიკა არის ესეთი, რომ A მეტი უნდა იყოს B-ზე და რეალურად მოთხოვნა არის ესეთი, რომ A მეტი უნდა იყოს ან უნდა უდრიდეს B-ს და შესაბამისად ეს მინიმალური პატარა რაღაც, ანუ მეტია ან ტოლია რომ გამორჩეს და მის ნაცვლად დაწეროს მხოლოდ მეტია, ეს უკვე საბოლოოდ გამოიწვევს ბაგს სისტემაში. შემდეგ ეს არის გაურკვეველი requirement-ები, ანუ მოთხოვნები. როდესაც არ არის კარგად გაწერილი requirement-ები და დეველოპერი ამ requirement-ებს ეცნობა, რომ შემდეგ უკვე კოდი დაწეროს და მასზე ააგოს მთელი ეს functionality, თუ მან არასწორად გაიგო რაღაცა ისე არ იყო დეტალურად გაწერილი და შესაბამისად ვერ გაიგო სწორად ეს requirement-ები და სხვა ლოგიკა, ცოტათი სხვა ლოგიკა გაწერა კოდში, ეს უკვე საბოლოოდ რა თქმა უნდა გამოიწვევს ბაგის არსებობას, იმიტომ რომ დეველოპერმა გაიგო რაღაც კონკრეტული შემთხვევა, რომ აი ესე უნდა გაკეთებულიყო და კლიენტი ამ შემთხვევაში, ანუ ვისი მოთხოვნაც არის, სრულიად სხვა რაღაცას გულისხმობდა. მოკლედ, unclear requirement-ის შემთხვევაში შეგვიძლია ერთი მარტივი მაგალითი განვიხილოთ, რომ თქვენთვის მარტივად გასაგები იყოს, რას გულისხმობს. მაგალითად, როდესაც ბანკის აპლიკაცია გვაქვს და კლიენტის მოთხოვნა არის შემდეგნაირი. მაგალითად, გადარიცხვის ხილაკი უნდა იყოს გათიშული, როდესაც account-ის ბალანსი არის 0. ანუ თუ ბანკის account-ზე ბალანსი მაქვს 0, გადარიცხვის ხილაკი არ უნდა მიჩანდეს, ან არ უნდა შემეწოს, რომ ხელი დავაჭირო ამ ხილაკს. დეველოპერმა შეიძლება მარტივად მაგალითად გაიგოს, სწრაფად წაიკითხოს და გაიგოს შემდეგნაირად, რომ როდესაც ბალანსი არის 0-ზე ნაკლები, ამ შემთხვევაში უნდა იყოს ეს გადარიცხვის ხილაკი გათიშული. შესაბამისად, თუ ტესტერი უკვე გატესტვის დროს აღმოაჩენს და დატესტავს მას 0 ბალანსით და აღმოაჩენს, რომ ეს ხილაკი არის ჩართული, ანუ მას შეუძლია რომ ამ ხილაკს ხელი დააჭიროს, შესაბამისად, ეს უკვე იქნება ბაგი.
ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამომწვევი მიზეზი ბაგის არსებობის. ამავდროულად ხშირად გატესტვის დროსაც ხდება ხოლმე ესეთი რაღაც, რომ ჩვენ requirements რო გავეცანით და ჩვენებურად გავიგეთ და ვტესტავთ და დეველოპერმა ის თავისებურად გაიგო და გაწერა კოდი, შეიძლება ჩვენ ჩავთვალოთ, რომ რაღაც კონკრეტული არის ბაგი, იმიტომ რომ მე ეს requirements ასე გავიგე, თუმცა დეველოპერის მხრიდან ის სრულად სხვანაირად იყოს გაგებული და მისი მხრიდანაც ის თვლიდეს, რომ სწორი არის. ამ ყველაფერზე კიდევ უფრო დეტალურად მოგვიანებით ვისაუბრებთ, როცა განვიხილავთ იმ სხვადასხვა მიზეზებს, თუ რატო შეიძლება დეველოპერმა დაარეჯექტოს ჩვენი ბაგი. კარგით, მესამე ეს არის time pressure, ანუ როდესაც დედლაინი ახლოვდება და გუნდს უბრალოდ ფიზიკურად არ ყოფნის დრო იმისთვის, რომ სრულყოფილად ჩაატაროს მთლიანი software სასიცოცხლო ციკლი და შესაბამისად სწრაფ რეჟიმში უწევს, მაგალითად, გინდაც კოდის გაწერა და ამ შემთხვევაში ტესტინგის შემთხვევაში შეიძლება იმდენად მაგალითად მალე მოდიოდეს რილიზის დრო და არ იყოს დრო მის გასატესტად, შეიძლება საერთოდ გამოტოვონ ტესტინგის სტეპი და ასეთ შემთხვევაშიც, რა თქმა უნდა, დიდი ალბათობაა, რომ რაღაც ბაგი გაიპარება production-ში და მოხდება. შემდეგ ეს არის complex integration. მანდელობაში სისტემა ზოგადად სისტემას აქვს კომუნიკაცია ბევრ სხვა სისტემასთან, ასე რომ ვთქვათ, ანუ ერთი კონკრეტული სისტემა იყენებს სხვადასხვა სისტემებს იმისთვის, რომ იმუშაოს. იყენებს database, სხვადასხვა API-ის სერვისებს და აქედან გამომდინარე, თუ რაღაც ერთი სერვისი დაფეილდება, ამან შეიძლება გამოიწვიოს უკვე ბაგი ჩვენ სისტემაში. მეხუთე ეს არის changing requirements. ეს ხდება ხოლმე, როდესაც უკვე კოდი გაიწერა, functionality უკვე დაემატა და შეიქმნა რაღაც კონკრეტული ლოგიკით, რაც იყო მოთხოვნაში, თუმცა იქამდე სანამ ამის რელისი მოხდებოდა, შეიცვალა საერთოდ მოთხოვნა. ანუ კლიენტის მხრიდან რაღაც შეიცვალა, ბიზნეს ლოგიკა შეიცვალა და შესაბამისად ძველი გაწერილი კოდი უკვე აღარ ერგება ამ ახალ ბიზნეს ლოგიკაზე. ანუ ესეც ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზია ბაგის. და ბოლო ეს არის lack of testing. როდესაც მაგალითად ძირითადად იმ შემთხვევებში, როდესაც ასევე time pressure არის, როგორც თქვით, ვერ ხერხდება სრულად რაღაცის გატესტვა, გვაქვს მინიმალური დრო და საკმაოდ სწრაფად ხდება ტესტინგი და ისე სიღრმისეულად არ ხდება, რომ მაქსიმალურად გამორიცხოს რაღაც ისეთი პატარა ბაგი მაგალითად. ხო, ანუ ეს არის სხვადასხვა მიზეზები და კიდევ შეიძლება იყოს, რა თქმა უნდა, სხვადასხვა მიზეზები ბაგის გამომწვევი, თუმცა ეს არის ძირითადი, რაც იწვევს რომ software-ს კონდეს bug და რა თქმა უნდა, შეუძლებელია, რომ ყველაფერი, აი, თუნდაც ამათგან იდეალურად ჩატარდეს და შეუძლებელია, რომ software იყოს სრულიად bug free. ანუ software-ს ყოველთვის აქვს ბაგი და ჩვენი მთავარი პასუხისმგებლობა ის არის, რომ ეს ბაგი რილისამდე ვიპოვოთ. ანუ იქამდე სანამ ეს უკვე მომხმარებელთან გავა და მომხმარებელი აღმოაჩენს ამ პრობლემას. კარგით, ეხლა მოდი ვისაუბროთ ერთ-ერთ საკმაოდ აქტუალურ საკითხზე, რა განსხვავება bugs, errors და failures შორის. ამ შემთხვევაში ხშირად არის ხოლმე, რომ junior ტესტერების გასაუბრებაზე მსგავსი შეკითხვა მოდის, მაგალითად, რა განსხვავება bugs და errors შორის და ასე შემდეგ. ამიტომ ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი საკითხია, ასე რომ ვთქვათ და კარგად უნდა დაიმახსოვრეთ. კარგით, მოდი პირველი ვისაუბროთ error, ანუ შეცდომა, რას ნიშნავს error-ი, ხო? error-ი შეიძლება იყოს კიდევ ერთხელ human error, ანუ ისეთი შეცდომა, რომელიც შეიძლება მარტივად ადამიანმა დაუშვას. ანუ error-ი ეს არის ისეთი შეცდომა, რომელიც შეიძლება ადამიანს მოუვიდეს. ძირითადად შეიძლება ეს იყოს არასწორი ლოგიკა, რაღაც ტაიპო შეცდომა, რაღაც ერთ-ერთი ნაბიჯის გამოტოვება და ასე შემდეგ. ძირითადად ეს ხდება ხოლმე დეველოპერის მხრიდან, როდესაც რაღაც შეცდომა მოდის კოდის გაწერის დროს. შემდეგ ბაგი, რომელსაც ასევე დეფექტი ეწოდება, ბაგი არის უკვე გამოწვეული აი ამ error-ისგან. ანუ error-ი ეს არის ადამიანის შეცდომა, რომელიც ადამიანს შეიძლება მოუვიდეს ამ შემთხვევაში კოდის გაწერის დროს და შემდეგ უკვე ეს error-ი იწვევს bugs, ანუ defects უკვე იმ ჩვენ სატესტო environment-ში, სადაც ვტესტავთ კონკრეტულ ფუნქციონალს. რაც შეეხება failures, failure ეს არის უკვე, როდესაც ეს ბაგი ჩვენ გამოგვეპარება და ბაგი მოხდება production-ში. ანუ კიდევ ერთხელ მარტივად რა გავიაროთ, შეცდომა ეს არის პირველი ეტაპი, error-ი, ანუ შეცდომა ხდება, როდესაც ადამიანს რაღაც შეეშლება. ეს კონკრეტული შეცდომა იწვევს bugs, ანუ defect-ის არსებობას უკვე სატესტო გარემოში, სადაც ჩვენ მას ვამოწმებთ და თუ ჩვენ ტესტერებს გამოგვეპარება მაგალითად ეს ბაგი და ვერ შევამჩნევთ და რილიზის შემდეგ ეს ბაგი უკვე მოხდება production-ში, ეს არის უკვე failure, ანუ წარუმატებლობა, როდესაც რაღაც სხვადასხვა მიზეზების და გამო კონკრეტული ბაგი აღმოჩნდა production-ში და უკვე უშუალოდ მომხმარებელს ექმნება პრობლემა.
აქედან გამომდინარე, ჩვენი პასუხისმგებლობა არის აი ამ შუა bug defect-ის ნაწილში, როდესაც ჩვენ უნდა აღმოვაჩინოთ ეს ბაგები და არ უნდა გავგვეპაროს production-ში, რომ შემდეგ უკვე არ მოხდეს failure. ესეც ანალოგიურად მარტივი მაგალითით, ცოტა ისეთი ადამიანური მარტივი მაგალითით რო წარმოვიდგინოთ, ესე იგი, ჯერ კიდევ ერთხელ მოკლედ error-ი ეს არის ადამიანის შეცდომა, ბაგი ეს არის ადამიანის შეცდომისგან გამოწვეული რაღაც ზიანი და failure ეს არის უკვე როდესაც ეს ზიანი მომხმარებელთან მივა. მაგალითად რა წარმოვიდგინოთ, თქვათ რაღაცის მომზადება კერძის. პირველ ეტაპზე ჩვენ მაგალითად რაღაც რეცეპტის მიხედვით ვამზადებთ ამ კერძს და აღმოჩნდა ისა, რომ რაღაც არასწორად წავიკითხეთ და მოგვივიდა რაღაც ზედმეტი. მოდი ამ შემთხვევაში იყოს მარილი. მაგალითად ჩვენ იქიდან გამომდინარე რომ არასწორად წავიკითხეთ რეცეპტი, გავუკეთეთ თქვათ 1 კოზი, ნაცვლად 2 კოზი ან 3 კოზი მარილი რაღაც კერძში და ამან უკვე გამოიწვია რომ ეს რაღაც მომზადდა არასწორად და შემდეგ უკვე როდესაც გავასინჯებთ ვიღაცას აი ამ კერძს და ის აღმოაჩენს რომ ძალიან ბევრი მარილი აქვს, აი ეს არის უკვე failure. კარგით, მოდით ახლა ერთი უშუალოდ software შემთხვევაში და უშუალოდ აპლიკაციასთან მიმართებაში გავიაროთ ერთი კიდევ რეალური მაგალითი, რაც უფრო მარტივად დაგეხმარებათ, რომ გაიაზროთ რას ნიშნავს bug, error და failure. მაგალითად, მუშავდება ჩვენი გუნდი მუშაობს login ფუნქციონალზე. ანუ ჩვენ უკვე ვიცით login ფუნქციონალის დამუშავება, ხო რაღაც კონკრეტული ლოგიკა იწერება იმეილის ველში, პაროლის ველში და შემდეგ რაღაც ამ ლოგიკის მიხედვით უკვე შეუძლია მომხმარებელს შევიდეს აკაუნტზე, ხო? შესაბამისად, error-ის შემთხვევაში დეველოპერი ქმნის ამ login ფორმის ვალიდაციას და ის არასწორად წაიკითხავს requirements. მაგალითად, კლიენტი ითხოვს, რომ პაროლი უნდა იყოს 8 ან მეტი, ანუ მინიმუმ 8 სიმბოლო. შესაბამისად, თუ დეველოპერი ამას ცოტათი სხვანაირად გაიგებს და კოდში გაწერს, ანუ უბრალოდ აი typing-ის შეცდომა იქნება და კოდში გაწერს, რომ პაროლი დასაშვებია და უნდა იყოს 8-ზე მეტი, ანუ მეტი ან ტოლის ნაცვლად გაწერს 8-ზე მეტს. შემდეგ, როდესაც ჩვენ მას ვტესტავთ, აღმოვაჩენთ, თუ გავტესტავთ ზუსტად 8 სიმბოლოთი, ანუ ამ შემთხვევაში მინიმუმ სხვარით, რომ მინიმუმ 8 უნდა იყოს დასაშვები და ჩვენ შევამოწმებთ ზუსტად 8 სიმბოლიანი პაროლით და აღმოჩნდება, რომ ეს არ შედის. აღმოჩნდება, რომ ჩვენ ვერ შევდივართ. თუ ეს ჩვენ გამოგვრჩება და ამ შემთხვევაში ვერ შევამჩნევთ ამ bugs და მე უკვე გავამომხმარებელთან და უნდა რომ 8 სიმბოლიანი პაროლი დააყენოს თავის აკაუნტზე და ანუ ეს არ შეუძლია, იმიტომ რომ დეველოპერმა ეს შეცდომა დაუშვა კოდში, ხო? ეს უკვე იქნება failure. კარგი, იმედია რომ აი ამ ყველა მაგალითებით საკმაოდ მარტივად გასააზრებელი არის თუ რა არის bug, error, failure, რომელი სტეპი რას იწვევს და რა განსხვავებაა მათ შორის. კარგით, მოდით ახლა ვისაუბროთ პროექტსა და პროდუქტზე. რას ნიშნავს პროექტი და რას ნიშნავს პროდუქტი? ზოგადად ძალიან ბევრს ეშლება ეს ორი ტერმინი ერთმანეთში და ჩვენთვის, როგორც ტესტერებისთვის, მნიშვნელოვანია რომ გვესმოდეს მათი განსხვავება. შეიძლება ესეც ერთ-ერთი შეკითხვა იყოს ხათაშორის ინტერვიუზე. მოკლედ, პროექტი ეს არის რაღაც ვადიანი პროექტი. მაგალითად, გუნდი მუშაობს რაღაც კონკრეტულ პროექტზე, ანუ რაღაც კონკრეტული ფუნქციონალის შექმნაზე. აი ამ პროექტს აქვს თავისი დედლაინი. მაგალითად, მე კლიენტი ვითხოვ, რომ ჩემ აპლიკაციაში რაღაც კონკრეტული ფუნქციონალი დაემატოს და ამისთვის ვქმნი ერთ რაღაც პროექტს და როდესაც მაგალითად მინდა რომ როდესაც გუნდი ამაზე მუშაობას დაასრულებს, ეს დედლაინი, ანუ რაღაც კონკრეტული დედლაინი გვაქვს, როდესაც დაასრულებს, შესაბამისად ეს პროექტი დასრულდება მთლიანად. ესე იგი, პროექტის შემთხვევაში გვაქვს რაღაც კონკრეტული თარიღები, აი მაგალითად ეს პროექტი იწყება მაგალითად 10 რიცხვში და დასრულდება თქვათ 2 თვის შემდეგ 10 რიცხვში. ანუ გუნდს აქვს ეს მოცემული 2 თვე იმისთვის, რომ დაასრულოს მუშაობა ამა თუ იმ ფუნქციონალზე. შესაბამისად, მათ ამ 2 თვის განმავლობაში უნდა უზრუნველყონ, რა ვიცი, ნებისმიერი პატარა რაღაც რაც სჭირდებათ იმისთვის, რომ ეს პროექტი სრულყოფაში მოიყვანონ. თავისი ტესტინგით, კოდის გაწერით იქნება თუ ასე შემდეგ, ყველაფერი მოკლედ უნდა დაასრულონ აი ამ დედლაინის ფარგლებში და შემდეგ უკვე რელისი მოხდება, ანუ ეს ფუნქციონალი გაეშვება production-ში აი ამ ვთქვათ 2 თვის შემდეგ. აქედან გამომდინარე პროექტს მოკლედ ვიმახსოვრებთ, რომ აქვს დაწყების თარიღი, დასრულების თარიღი და აი ამ კონკრეტულ რაღაც დროში უნდა მოხდეს ამა თუ იმ ფუნქციონალის დამატება და ამა თუ იმ პროექტის შესრულება. ის რაც კლიენტს სურს.
შემდეგ უკვე პროდუქტს რაც შეეხება, პროდუქტი ეს არის უშუალოდ მაგალითად აპლიკაცია რო წარმოვიდგინოთ ხო? ანუ აპლიკაცია რეალურად აპლიკაციაზე მუდმივად მუშაობს გუნდი, მაგალითად ნებისმიერ აპლიკაციაზე, რასაც ჩვენ ვიყენებთ, გვხვდება ხოლმე პერიოდულად განახლებები, ხო, განახლე აპლიკაცია. ანუ ასეთ დროს რაღაც ახალი ფუნქციონალი დაემატა, ან რაღაც არსებული ფუნქციონალი გაუმჯობესდა და ასე შემდეგ. შესაბამისად, პროდუქტი არის მუდმივი და მასზე მუდმივად მუშაობს გუნდი, რომ რაღაც განავითაროს, რაღაც უკეთესობისკენ შეცვალოს, მაგალითად რაღაც ძველი ფუნქციონალი ახლით ჩანაცვლოს და ასე შემდეგ. შესაბამისად, ჩვენი ტესტერის მხრიდანაც ესე განისაზღვრება თუ პროექტზე მუშაობთ, კონკრეტული პროექტის სრულად ტესტირება უნდა დავასრულოთ აი ამ ვადებში, რაც მოცემული გვაქვს. თუ პროდუქტზე მუშაობთ, შესაბამისად, მუდმივად ვტესტავთ აპლიკაციას ყველა რელისის წინ. ანუ მუდმივად რაღაც იცვლება, ჩვენ მას მუდმივად ვამოწმებთ და მუდმივად ხდება ეს ამის პროდაქშენში გაშვება. კარგით, მოდით ახლა განვიხილოთ დეფექტის ბაგის ტიპები და ვნახოთ რა სხვადასხვა ტიპის ბაგი შეიძლება რომ სისტემას ჰქონდეს. პირველი ეს არის functional bug-ი. ანუ რაღაც კონკრეტული ფუნქციონალი არ მუშაობს. ანუ რაღაც კონკრეტული ღილაკი თუ მან რაღაც სხვა უნდა გახსნას, ან რაღაც მოქმედება შეასრულოს, ეს ფუნქციონალი არ მუშაობს, ეს ღილაკი არ მუშაობს, შესაბამისად კონკრეტული ფუნქციონალი ზოგადად არ მუშაობს. მაგალითად, ლოგინის შემთხვევაში ჩვენ შევიყვანეთ სწორი პაროლი, სწორი იმეილი და ლოგინ ღილაკს რომ ვაწვევით, არ მუშაობს, არაფერი არ ხდება. ამ დროს ეს ფუნქციონალი სრულად არ მუშაობს. ეს არის functional bug. ეხა UI visual bug. ანუ UI ეს არის ერთადერთი დიზაინის რაღაც პრობლემა, როდესაც მაგალითად თუნდაც წარმოვიდგინოთ, რომ რაღაც ღილაკი გვაქვს და მასზე რაღაც წარწერა ზემოდან. და შესაბამისად ამ ღილაკს სრულად ფარავს ეს წარწერა. ან მაგალითად რაღაც ბოქსის ფერი, რაც უნდა იყოს მაგალითად აპლიკაციის ზემოთ, არის შუაში მაგალითად, ჰედერები რო აქვთ აპლიკაციას და ზემოთ რაღაც კონკრეტული ფერის ფონი არის და მანდ მაგალითად აპლიკაციის სახელი აწერია და ასე შემდეგ, თქვათ ზემოთ ნაცვლად არის შუაში. ნებისმიერ რაღაცის დიზაინის ბაგი, ეს არ ეხება ფუნქციონალს, რაღაც ფუნქციონალი ვთქვათ, რაც ამ ღილაკზე არის სრულდება, თუმცა ის არის გადაფარული რაღაც წარწერით, უშუალოდ ვიზუალური დეფექტი გვაქვს. შემდეგი არის performance-ი, როდესაც performance bug-ი ეს არის, როდესაც სისტემა მუშაობს ძალიან ნელა მაგალითად. მაგალითად, რაღაცას next ღილაკს დავაჭირეთ, შემდეგ გვერდზე გადასვლა და მაგალითად ეს წამებში რომ უნდა ხდებოდეს, ჭირდება თქვათ 1 წუთი ან რაღაც საკმაოდ დიდი დრო. ეს ნიშნავს, რომ performance პრობლემა აქვს აპლიკაციას. ეს არის performance ტიპის ბაგი. შემდეგ ეს არის უსაფრთხოების ბაგი, როდესაც მაგალითად მაგალითად ადამიანი როდესაც შედის თავის აკაუნტზე, ვთქვათ ბანკის აკაუნტზე, მისი პაროლი ჩვეულებრივ ტექსტად ინახება დათაბეისში, ხო? რა თქმა უნდა ეს დაუშვებელია, ეს არის პირადი ინფორმაცია და ყველას პაროლი არის დაფარული და ასე უნდა იყოს და თუ რაღაც შეცდომის გამო ამ შემთხვევაში ეს არ ხდება და ეს პაროლი ჩვეულებრივ ტექსტად ინახება, ეს არის უკვე უსაფრთხოების ბაგი, რაც ზიანს აყენებს უსაფრთხოებას. შემდეგ ეს არის compatibility bug-ი და compatibility ეს არის, როდესაც მაგალითად სხვადასხვა ერთ კონკრეტულ აპლიკაციას ვტესტავთ სხვადასხვა device-ზე, ამ შემთხვევაში მაგალითად MacBook-ზე, ცალკე Windows-ზე, ტელეფონში ან ტაბლეტში, მოგეთ. სხვადასხვა device-ზე ვტესტავთ და რაღაც მაგალითად Mac-ში მუშაობს, მაგრამ Windows-ზე არ მუშაობს და უნდა მუშაობდეს. ან მაგალითად რაღაც ერთ ბრაუზერში მუშაობს და შემდეგ მეორე ბრაუზერით რომ ამოწმებთ იგივეს, არ მუშაობს ან არ იხსნება. არ შეესაბამება რაღაც მაგალითად ყველა device ამ შემთხვევაში, ან ყველა ბრაუზერს. ასეთ შემთხვევაში არის ეს შეუსაბამობის ბაგი. და ბოლო ეს არის data logic. მაგალითად, როდესაც რაღაც გადარიცხვას ვანხორციელებთ ბანკის აპლიკაციიდან და ამ გადარიცხვას რაღაც ვთქვათ 2% უნდა დაემატოს fee ამ შემთხვევაში გადასახადი და ეს თანხა არის სრულიად არასწორად ანგარიშებული. ასეთ დროს ეს არის უკვე რაღაც ლოგიკის და ინფორმაციის, data ტიპის ბაგი. ეხა განვიხილოთ ბაგის სასიცოცხლო ციკლი, რა გზას გადის ზოგადად ბაგი შექმნიდან საბოლოო სტეპამდე, ასე რომ ვთქვათ. ეხლა აქაც საკმაოდ კარგად განვიხილოთ ამ ყველაფერს და საკმაოდ კარგადაც ვიზუალურად შეგეძლოთ, რომ შემდეგ ნახოთ სლაიდები, თუმცა მე ამ თემას ისევ დავუბრუნდებით. მოკლედ, როდესაც ჩვენ ვტესტავთ რაღაც კონკრეტულ ფუნქციონალს და აღმოვაჩენთ, რომ ეს ფუნქციონალი არ მუშაობს მოთხოვნების შესაბამისად,
შესაბამისად ეს არის ბაგი და ჩვენ უნდა გავხსნათ ბაგის ტიკეტი, ანუ შევქმნათ ჯირაში ბაგის ტიკეტი. ანუ ვიპოვა ეს რაღაც ბაგი, ხო? ანუ ამის ბაგის სტატუსი, ამ ტიკეტის სტატუსი იქნება new, ანუ ახალი. ესე იგი, როდესაც ბაგს აღმოვაჩენთ და აი ამ ბაგის ტიკეტს ვადგენთ ჯირაზე, თავდაპირველი სტატუსი იქნება ახალი. ანუ ეხლა შევქმნით და მისი სტატუსი არის ახალი, ანუ new. შემდეგ, როდესაც ჩვენ ან team lead-ი ან ზოგადად developer-ი ან მოკლედ ვიღაც დაესაინებს აი ამ bugs developer-ზე, ანუ მაგალითად გადაწყდება, რომ თუ მაგალითად რაღაც UI ბაგი არის, front-end developer-მა უნდა გაასწოროს, თუ რაღაც back-end-ის ბაგი არის, back-end developer-მა, ხო? შესაბამისად, როდესაც მოხდება აი ამ bug ticket-ის დაესაინება კონკრეტულ ადამიანზე, ანუ კონკრეტულ developer-ზე, ამ დროს მისი სტატუსი იცვლება როგორც assigned. ანუ რომ უკვე ვიღაც ადამიანი არის დაესაინებული და შესაბამისად უკვე ის არის პასუხისმგებელი, რომ ამ ბაგზე იმუშაოს და გაასწოროს. შემდეგი სტატუსი, როდესაც უკვე ეს ადამიანი დაიწყებს მუშაობას, ანუ დაიწყებს კოდში რაღაც ცვლილების შეტანას, მის ბაგის სტატუსი იცვლება in progress. ანუ in progress-ი გვაქვს ახლა, იმიტომ რომ უშუალოდ მასზე მუშაობს უკვე developer-ი, რომ გაასწოროს. როდესაც დაფიქსავს, ანუ გაასწორებს კოდს შეცვლის შესაბამისად და ეს პრობლემა უკვე აღმოიფხვრება, შესაბამისად მის ბაგის სტატუსი იცვლება როგორც fixed. ანუ გასწორებული. ანუ წესით უკვე ეს ბაგი აღარ უნდა იყოს სისტემაში. შემდეგ, როდესაც ეს ბაგი არის დაფიქსული და მას ჩვენ ვტესტავთ, ხდება ესეთი რაღაც, ანუ შეიძლება ეს ბაგი ნამდვილად იყოს ნამდვილად იყოს გასწორებული, დაფიქსული ამ შემთხვევაში, ან შეიძლება developer-ს ეგონოს, რომ გაასწორა, თუმცა არ გასწორდა და რატომღაც მაინც არსებობს იგივე პრობლემა. ანუ ასეთ დროს ორი ვარიანტი არის, ჩვენ როდესაც მას retesting-ს ვუკეთებთ, ანუ ვტესტავთ ახლიდან და ეს არის retesting-ის სტეპი, ანუ retesting-ის ესე რომ ვთქვათ, ნაბიჯი, როდესაც ჩვენ მასზე ახლიდან მუშაობთ, ანუ იგივენაირად, როგორც მაგალითად თავდაპირველად ვამოწმებდით, როცა აღმოვაჩინეთ ეს პრობლემა, ეხლაც ანალოგიურ სტეპებს გავალთ, რომ გადავტესტოთ და შევამოწმოთ იგივე ნაბიჯების შემთხვევაში და იგივე რაღაც ფუნქციონალების შესრულების შემთხვევაში კონკრეტული ბაგი ისევ არსებობს თუ გასწორებულია. ასეთ დროს თუ ნამდვილად გასწორებულია და ვეღარ ვახდენთ უკვე ამ ბაგის აღმოჩენას, ამ შემთხვევაში ჩვენ უკვე დავხურავთ ბაგის ტიკეტს. ანუ თუ ბაგი ნამდვილად გასწორა developer-მა, ჩვენ გადავტესტეთ და დავრწმუნდით, რომ კონკრეტული პრობლემა სისტემაში აღარ არსებობს, მაშინ შეგვიძლია რომ დავხუროთ ბაგი, ანუ ეს ბაგის ტიკეტი იქნება closed. ამას ვაკეთებთ ჩვენ ტესტერები. ანუ მე უკვე შევამოწმე, დავრწმუნდი, რომ ის აღარ არსებობს და შესაბამისად შემიძლია რომ დავხურო საერთოდ ტიკეტი. მეორე შემთხვევაში, თუ მაგალითად ვთვლი, რომ არ არის რეალურად დაფიქსული, ანუ მე გავტესტე და რატომღაც აღმოჩნდა, რომ ისევ იგივე პრობლემას წავაწყდი და ეს კონკრეტული ბაგი ისევ ხდება ჩემთვის. ასეთ დროს სტატუსი იცვლება reopened, ანუ ბაგი ახლიდან გაიხსნა. შესაბამისად, მე უკვე ყველა სტეპების გავლა ახლიდან ხდება, ანუ მე ისევ ახლიდან გავხსენი, შესაბამისად ბაგის სტატუსი არის reopened უკვე, ანუ როდესაც ის იყო სრულიად ახალი, მაშინ new იყო და როდესაც მე ჩავთვალე, რომ ეს კონკრეტული შეცდომა არ გამოსწორებულა, ამ დროს ბაგის ახლიდან გახსნა ხდება და შესაბამისად სტატუსი არის reopened. და მე უკვე გადის ისევ იგივენაირ სტეპებს, ანუ reopen როცა არის, ისევ developer-ი აიღებს ამ ბაგს რომ გაასწოროს, შემდეგ ისევ პროცესში იქნება, რომ ანუ მასზე მუშაობს, შემდეგ ისევ დაფიქსულად გადაიტანს, თუ თვლის რომ შეასწორა. მოკლედ ესე. ეს არის ბაგის სასიცოცხლო ციკლი რეალურად სრულად. როგორც დაგკვირდით, ჩვენ წინა გაკვეთაზე გითხარით, რომ ერთი რაღაც პრაქტიკული ნაწილი გვექნება თქო, სადაც უშუალოდ და ცალკე ვიდეოთ აგიტვერთავთ თქო, სადაც უშუალოდ განვიხილავთ რეალურად ერთ რაღაც კონკრეტულ ფუნქციონალს დავტესტავთ. ანუ ჩამოვწერთ test case-ებს, წარმოვიდგენთ, რომ არსებობს რაღაც კონკრეტული ბაგი, ანუ რაღაც კონკრეტული ფუნქციონალი არ მუშაობს, შევქმნით ჩვეულებრივად bug tickets ჯირას აპლიკაციაში და ასე შემდეგ, რაც საკმაოდ საინტერესო უნდა იყოს. ვთქვი, რომ ამ პრაქტიკულ ნაწილს დავდებდი გაკვეთილამდე, თუმცა რახან დეფექტზე და ბაგზე უნდა გვესაუბრა, ვთვლი, რომ ჯერ ამ გაკვეთილს უნდა მოусმინოთ ასე ჯობია და შემდეგ უკვე შეგვიძლია რომ გავიაროთ ეს პრაქტიკული ნაწილი. ანუ ჯერ ეს გაკვეთილი დაიდება და ვეცდები ამ კვირაში, თუ არა მომდევნო კვირის დასაწყისში, აუცილებლად დავდებ უკვე უშუალოდ აი ამ პრაქტიკულ ნაწილს, სადაც გავტესტავთ, დავწერთ test case-ებს და შევადგენთ bug tickets.
მოკლედ ახლა უცებ გავიაროთ, რა ვისწავლეთ დღეს და რა უნდა დაგვრჩეს დღევანდელი გაკვეთილიდან. პირველ რიგში გავიგეთ ის, რომ ბაგი ზოგადად არის გარდაუვალი და რაც არ უნდა იდეალური ტესტერები ან იდეალური დეველოპერები ყავდეს კომპანიას, მიუხედავად ყველაფრისა, ყოველთვის რაღაც ბაგი აქვს სისტემაში. შესაბამისად, სრულად bug-free პროდუქტი არ არსებობს. უბრალოდ ჩვენი როგორც ტესტერების მიზანი და პასუხისმგებლობა არის მისი პოვნა რილისამდე, რომ ანუ მთავარი პრობლემა ის არის, რომ ეს რაღაც კონკრეტული ბაგი და შეცდომა არ უნდა მოხდეს მომხმარებელთან და მას არ უნდა შეუქმნას პრობლემა. შესაბამისად, ჩვენი როლი არის, რომ უბრალოდ ეს ბაგები აღმოვაჩინოთ რილისამდე. ასევე გავიგეთ, რას ნიშნავს error-ი, ბაგი და failure. უკვე ძალიან კარგად ვიცით მათი განსხვავება და თუ რას ნიშნავს თითოეული და რომელი რას იწვევს. ვისაუბრეთ პროექტზე და პროდუქტზე, შეგვიძლია უკვე მისი განსხვავებაც და ასევე ვიცით თითოეული მათგანი რას ნიშნავს. ასევე ვისწავლეთ დეფექტის სხვადასხვა ტიპები და მაგალითად უკვე გვეცოდინება რაღაც კონკრეტული პრობლემის პოვნის შემთხვევაში, ანუ ბაგის პოვნის შემთხვევაში, რომელი ბაგი რა კონკრეტულ ტიპს მიეკუთვნება. ეს შეიძლება იყოს მაგალითად functional bug, UI, performance, security, compatibility და data. და ასევე განვიხილეთ ბაგის სასიცოცხლო ციკლი. ანუ უკვე ვიცით რა სასიცოცხლო გზას გადის ბაგი მისი აღმოჩენიდან აღმოფხვრამდე, ანუ რაც მას ვიპოვით სტატუსების მიხედვით ვიცით უკვე რა სტეპებს გადის, ასე რომ ვთქვათ, საბოლოოდ, სანამ ის გასწორდება და უკვე ჩვენ გადავტესტავთ. სულ ეს იყო დღევანდელი გაკვეთილის თემა. იმედია, რომ საკმაოდ ისეთი ინფორმატიული გაკვეთილი იყო და საკმაოდ მაქსიმალურად შევეცადე, რომ ისი ამეხსნა, რომ გასაგებ ენაზე და გასაგები ყოფილიყო ყველასთვის. კომენტარებში დამიწერეთ, თუ რაიმე შეკითხვა გაქვთ, ან რაიმე გაურკვევლობა გაქვთ, ან რაიმე დამატებით ინფორმაცია გჭირდებათ და ყველას რა თქმა უნდა გიპასუხებთ. სულ ეს არის, მადლობა კიდევ ერთხელ და კიდევ შეგახსენებთ, რომ თუ ეს საკითხი და ეს თემა ზოგადად გაინტერესებთ, გამოიწერეთ ჩემი გვერდი და ჩარჩეთ ზარის ღილაკი, რომ არ გამოგჩეთ ახალი გაკვეთილები და ასევე ესეთი საინტერესო რაღაც ვიდეოები, რასაც გავაზიარებთ ხოლმე პრაქტიკულ ნაწილში. მადლობა.